ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩემთან ერთად სტუდიაშია მთაწმინდის გამგებელი ნიკა მელია. ბატონი ნიკა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენ სტუდიაში. დავიწყოთ დღევანდელი ამბით. 5 გამგებელი თბილისის დაიბარეს პროკურატურაში ანძასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს პროკურატურა. მერი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. პროკურატურას ჰქონდა თავის არგუმენტი, რომ იქ გამორთული იყო სანავიგაციო შუქურა, რომელიც საჭიროა უსაფრთხოფრენისთვის. რაზე დაგრძნობით მიიჩნევთ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა? სამწუხაროდ უკვე არა მხოლოდ დედაქალაქის მერიაში დასაქმებული ხალხი, დედაქალაქის მერია, როგორც თქვენ ამბობთ, იძახის, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ნეიტრალურად განწყობილი ადამიანი, ეს იქნება ცალკე ქართული ოცნების მიმართ თუ ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი, ნეიტრალური ადამიანის კი შეურაღებელი თვალით ხედავს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას ის მთელი ციკლი, რაც სისტემაში მოიყვანა ცენტრალურმა ხელისუფლებამ. დღევანდელი დაბარება, ეს რომ არ არის ახალი ამბავი, ეს მოდის, ასე ვთქვათ, უკვე რამდენიმე თვე არის, დაახლოებით 7-8 თვე არის, რაც ჩვენ ღეგამოშვებით დავდივართ, მაგალითად მე ორი სისხლისამართლის საქმე ჩემზე აღზული და დავდივარ, რამდენიმე გამგებელია კიდევ, რამდენიმე სამსახურის უფროსია, არ არსებობს დღე, რომ დედაქალაქის მერიაში დასაქმებული ადამიანი დაკითხვაზე არ მიიყვანო. რაც ემსახურება ეს მარტივ რამეს. ერთი რომ რეალურად მოგწყვიტონ ჩვენ ამ ყოველდღიურ საქმიანობას, მეორე მოხდეს ჩვენი საზოგადოებაში რაღაცნაირად დემონიზაცია, რომ ჩვენ აიმდენად ცუდები ვართ, ჩვენ ხედავთ ყოველდღე დავდივართ სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოებში. ეხლა ამ ფონზე, როდესაც ამდენი პრობლემაა დედაქალაქში, რაც უკავშირდება ბიუჯეტის დამამტკიცებლობასაც და ძალიან გამძაფრთ. ამაზე კიდევ ვისაუბრებთ მე. აი ამ ფონზე, როდესაც შემოდის ფინანსური პოლიციის მეორე სამმართველო, დღეს ვიდრე საუბრობთ, იქ იმყოფება მესამე სამმართველო. თუმცა მათ უარყვეს, თქვეს, რომ ამოწმებენ მერის კონტრაქტორ კომპანიას. შემოსული ფაქტი არის. ფაქტის კონსტატაცია, რომ არიან მეორე სამმართველო, მესამე სამმართველო, მეოთხე სამმართველო, პროკურატურის შესაბამის განყოფილება, ის საკრებულოს სარევიზიო კომისია, ამ ფონზე ჩვენ ვიბარებენ იმას პროკურატურაში ანძის აბსურდულ ბრალდებებთან დაკავშირებით და ბუნებრივად ჩვენ წყვეტებით ჩვენ საქმიანობას. ჩვენ წყვეტებით ჩვენს ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობას, რომელიც მიმართული უნდა იყოს არა დაუშვათ და დრო იხარჯებოდეს გამომძიებელთან, პროკურორთან, ან ასე შემდეგ სასამართლოებში. არამედ მოქალაქისთან ურთიერთობას უნდა ვანდომებთ. სამწუხაროდ ამის საშუალება ჩვენ იმდენად ამდენადაც გვინდა არ გვეძლება. ამიტომ ეს ყველაფერი რას ემსახურება ძირითადად. მიზანი არის მარტივი. მოახლოებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე მაქვს მაღალი განცდა და მოლოდინი, რომ ეს კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და კულმინაციას მიაღწევს არჩევნებამდე. ვინაიდან ისინი თვლიან სამწუხაროდ, რომ ჩვენ თუ მოგვეცა ნორმალური სამუშაობის საშუალება, ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტურები, ჩვენ ვიქნებით უფრო მოქნილები და სამწუხაროდ ისინი თვლიან, რომ მერიაში და გამგეობაში მუშაობა არის საშუალება ჩვენთვის, მხოლოდ საშუალება, რომ მოვნუსხოთ, ისინი ფიქრობენ, პოტენციური ამომრჩეველი. ბიუჯეტთან დაკავშირებითაც ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ეს იყო, რომ მერის წარმომადგენლებს, რომელსაც ისინი უკავშირებენ ნაციონალურ მოძრაობას, ექნებათ საშუალება წინა საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენონ საბიუჯეტო საქმეებში. სამწუხარო არ მიყვარს ესე მკვეთი რა თქვა, რომ ეს არის სრული აბსურდი, ეს არის რაღაცა ასმოკლებული, მაგრამ ნუ რა დავარქვა, როდესაც ეს სინამდვილეში ესეა. როდესაც ბიუჯეტი არ მტკიცდება უკვე ახანია, ხომ? და აი სამ თვეში გვაქვს არჩევნები. ჩვენ შევთავაზეთ ერთხელ პროექტი, ორჯერ, მე ვუთხარით, რომ თქვენ თვითონ დააპროექტეთ, ანუ პროექტი თქვენ თვითონ შეიმუშავეთ, თქვენი წინადადებები წარმოგვიდგინეთ მათ თავიანთი წინადადებები. ჩვენ გავითვალისწინეთ დედაქალაქის მერიამ და ზუსტად იმდაგვარი პროექტი წარვადგინეთ საბიუჯეტო, როგორც წინადადებებიც მივიღეთ საკრებულოსგან. მაინც არ დაამტკიცეს. ორ დღეში კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ, როგორც იქნებ კიდევ ჩავარდება. მე პრაქტიკულად სამწუხაროდ გამოვრიცხავ, ისინი ამ ბიუჯეტს დაამტკიცებენ, ვინაიდან ისინი თვლიან იმას, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ ჩვენი იყოფნა სამწუხაროდ ისინი თვლიან, რომ არის საფრთხე მათთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ ვერ მოახერხონ გამარჯვება. სამწუხარო ასეთი მიდგომა, იმიტომ რომ რეალურად ეს ბიუჯეტის დამამტკიცებლობა არა მე ნიკა მელიას როგორც გამგებელს, არა გდანის გამგებელს, ნოდარ სანდუხაძეს ან ზოგადად ბერიაში დასაქმებულ ხალხს უქმნის პრობლემას, არამედ მოქალაქეს, რიგით მოქალაქეს უქმნის პრობლემას და აი მე რო არ ვიყო იმაში დარწმუნებული ორმაგად წინს, რომ ეს ყველაფერი მათ იციან. ეს ყველაფერი იციან, ვინაიდან ისინი ნამუშევრები არიან.
სხვადასხვა დროს გამგეობებში, გამგებლის თანამდებობაზე, მოადგილ უფრო მაღალ თანამდებობებზე და იციან რომ ბიუჯეტის დაუნტკიცებობა ძალიან ბევრ პრობლემას წარმოშობს. თუმცა ისინი ამბობენ, იშველიებენ ხოლმე ამ 1/12-ის წესს და ამბობენ რომ მერიას რეალურად შეუძლია მოგვაროს ეს პრობლემები, აი რა კონკრეტულ პრობლემებს. გასაგებია თქვა ტენდერები უქმდება და ასე შემდეგ, აი ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანს. ანუ ჩვენ ისინი ამბობენ, ჯერ მინდა ხაზი გავუსვა რომ 785 მილიონამდე ბიუჯეტი კი ბატონო არ დავამტკიცეთ და არ ვამტკიცებთ, ხო, პრაქტიკულად და არ დავამტკიცებთ ჩვენ მოვიდნენ ესეთი. მაგრამ მერიას ხომ აქვს 60 მილიონი და ჩვენ არ გვინდა ეს 800 მილიონი მივცეთ, იმიტომ რომ ისინი არამიზნობრივად გახარჯავენ ამ თანხას 800 მილიონს. აქ ის ლოგიკური კითხვა. კი, მაგრამ მე თუ მაძლევ შენ 60 მილიონის ხარჯვის უფლებას, როგორც თქვენ მეუბნებით, საკრებულო არამიზნობრივად, ხო? ანუ 60 მილიონი მე შემიძლია მოვიპარო, 60 მილიონი მე შემიძლია არამიზნობრივად ხარჯო, მაგრამ არა 800 მილიონი, სად არის ლოგიკა? 60 მილიონი რეალურად ეს არ არის მოქნილი 60 მილიონი. ეს თათმის რაიონის გამგეობაში 140,000 ლარის ხარჯვა შეგვიძლია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გახარჯვა ყოველთვიურად. მოთხოვნა 500,000 ლარს აცდა უკვე. ანუ რეალურად უკვე ჩვენ გაგვიჭდა ადმინისტრაციულ ორგანოს თათმის რაიონის გამგეობას მოვალეები. შეასრულა სამშენებლო კომპანიამ სამუშაო 60,000 უნდა გადაურიცხოთ. შეასრულა მეორე სამშენებლო კომპანიამ სამუშაო თანხა უნდა გადაურიცხოთ. გვაქვს 500,000 ლარის ვალდებულება, რომელიც უკვე უნდა გადაურიცხოთ კომპანიებს, იმიტომ რომ ისინი მომდგრები არიან და პრაქტიკულად ყოველდღე დადიან რეკლამით თანხაზოდის გვირიცხავთ და რეალურად ყოველთვიურად ჩვენ შეგვიძლია ჩაურიცხოთ 140,000. ეხლა 140,000 როგორ გავანაწილო მე? ხოდესაც 5 კომპანია მეუნება ჩამერიცხა, ერთი მეუნება 60,000, მეორე 70,000, ხო? გამოურიცხული არ ყოფნის რეალური პრობლემები. ანუ ეს ვალები ასე თქვა ტვირთა დააწება, შემდეგ ადმინისტრაციას სოციალური მიმართულებით, სამედიცინო მომსახურეობას. ეხლა თუ მე ბიუჯეტის დამტკიცების პირობებში ვარ მოქნილი იმდენად, რომ თუ კი 10 ოპერაციის დაფინანსება შემიძლია, დღეს შემიძლია 4-ის. იმ 6 მეუნები დანარჩეს, რომ მომდენო თვეს მოდით, ნუ სამწუხაროდ არ მაქვს ფული. ან გავცემ საგარანტიო წერილს, რომლის საფუძველზე წავა ის შესაბამის კლინიკაში წარადეს. აი დღეს იყო ზუსტად ესეთი შემთხვევა, როდესაც მე ქალბატონი მოვიდა და 717 ლარის დაფინანსება ითხოვა ოპერაციაზე და ჩვენ ვუთხარით, რომ 5 თვეში ამ თანხას გადმოგირიცხავთ, როგორც საგარანტიო წერილით, თუნდა მიბრძანდეთ და მე შესრულება, როდესაც იქნება, ჩაგიტარდებათ ოპერაცია, ჩვენ გადაურიცხავთ. კლინიკაში უთხრეს, რომ გვესმის ეს ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები და იქნებ სხვა რაიმე სადაზღვეო კომპანიაში არ ხართ რეგისტრირებული ან დაზღვეული არ ხართ, ამ ქალბატონმა მოთხრა არ ვარ. ამიტომ რეალურად კლინიკებიც უკვე უფრთხიან, ვინაიდან მათ იციან, რომ იმდენად იმ ვადებში, რა ვადებში ჩვენ თანხას ურიცხავდით, ვეღარ ურიცხავთ. და ისინიც ხო მომსახურებას რო წევენ მომსახურებას არა ინტელექტუალური, ასე ვთქვათ, მხოლოდ შესაძლებლობებით, არამედ ისინი კლინიკებში ხშირ შემთხვევაში ყიდულობენ შესაბამის მედიკამენტებს, რაღაცა აპარატურებს, თუ სტიმულატორია გულში ჩასაყენებელი, ხო? ის სტიმულატორი უნდა იყიდოს კლინიკამ. და როდესაც ის ყიდულობს, მოაქვს ასე ვთქვათ, მარტივად რომ კონსიგნაციით იღებს, ნისიათ იღებს და როდესაც პაციენტი იხდის ამ თანხას, ეს თანხა კლინიკამ უნდა გადაურიცხოს იმას, ვისგანაც იყიდა ეს სტიმულატორი. აი ამ პრობლემებს თუნდაც ყოველდღიურად. გარდა ამ პრობლემებისა შესაძლოა და თუ ჩავარდება კვლავ ბიუჯეტი, ფედერალური მმართველობა დადგება ქალაქში. აი ეს ცენტრალური მმართველობა რა პრობლემებს ქმნის დროებით? პრობლემა აქ რა შეხედა პრობლემას? მე დღესაც ვთქვი, აქ პრობლემა მართლა მინდა ვიყო გულწრფელი, ის კი არ არის ვინ იქნება გამგებელი. მესამეჯერ თუ არ დამტკიცდა ეხლა ბიუჯეტი, ხომ? არჩევნების დასრულებამდე ფედერალური მმართველობა შემოვა თუ რა მოხდება, ბიუჯეტი იქნება დაუმტკიცებელი და ქალაქი ივნისის ბოლომდე 1/12 რეჟიმით უნდა იცხოვროს. თავმჯდომარეს ჰქონდა ასეთი შემოთავაზება, რომ გადამდგარიყო ქალაქის მთავრობა და ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში დაამტკიცებდა ბიუჯეტს. ანუ გარკვეული სარბლის გაღებით შესაძლებელი იყო ამ ამისათვის, რომ ოღონდ ბიუჯეტი დამტკიცებულიყო, მზად ვიყავით, თუმცა შევხედრით წინადადება, შევთავაზეთ, ამ წინადადება მივიღეთ, შევთავაზეთ შემდეგი წინადადება. გადავდგებით და გადადექით თქვენს, კი ბატონო. არ არის პრობლემა. ჩვენთვის მართლა არანაირად არავინ არ არის გამოკიდებული ნამდვილად სავარძელს. ჩვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენია მოქალაქის ჩივილი და გულისტკივილი, როდესაც ის მოდის
და გეუბნება რომ დამოფინანსებ თუ შეიძლება 800 ლარით და შენ იცი რომ ბიუჯეტის დამტკიცების პირობებში შენ ამას გააკეთებდი და დაუფინანსებდი, თუმცა ვინაიდან არ არის ბიუჯეტი დამტკიცებული, შენ ვერ ეხმარები. ამიტომ ეს არ ღირს იმად რომ შენ შეინარჩუნო შენი სავარძელი და ჩვენ მზად ვიყავით ამისათვის, მაგრამ სამწუხაროდ არ შედგა არანაირი კომუნიკაცია, მეტიც ხო გეუბნებთ ყველაფერი ჩვენ უთხრეთ მარტივად გაიგოთ ჩვენ მაყურებელმა. გაწერეთ საბიუჯეტო პროექტი თქვენ თვითონ როგორიც გინდათ და ჩვენ მას შემოვიდეთ. გაშალეთ იმ მუხლებში პრიორიტეტები თქვენ თვითონ განსაზღვრეთ და დავამტკიცოთ ასეთი ბიუჯეტი. გავითვალისწინეთ ეს წინადადებები მაინც არ დაამტკიცეს და არც აპირებენ. აღარ მალავენ ამას საუბრებში, იმიტომ რომ ისინი საფრთხეს ხედავენ სამწუხაროა, როგორ შეიძლება დღეს შენ გაუწიო დაახლოებით ყოველდღიურად თათრის რაიონის გამგეობაში მოდის შეიძლება 2000 ადამიანი მოქალაქეები. ნუ თუ ისინი თვლიან მართლა ეს 2000 ადამიანი გამგეობაში რომ მოვა და მე ხეს ჩამომართვებს, მე ამ 2000 ადამიანს იმდენად მომნუცხავ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, მე თუ ვიყრი კეინს ისინი მე დამეჭერე ხარ. აი ამ საფრთხეს ხედავენ ძალიან სამწუხარო ისინი ხედავენ რომ ეს არის საშუალება, მაგრამ რეალურად ამის მიღმა რა ტკივილია, ამის მიღმა რა გაჭირვება, ამას არ უსვენ ხას, მაგრამ იციან, აი ეს უფრო ამზავრებს ამ ტკივილს, იციან რეალურად რა პრობლემები ექნებათ, მაგრამ მიდიან ამ ყველაფერზე და ხო გეუბნებით, თუ არ დაამტკიცეს ბიუჯეტი რომ დაგვითხოვოთ ჩვენ და ჩვენ დღესვე ვართ მზად რომ წავიდეთ, ოღონდ ბიუჯეტი დამტკიცდეს, ფედერალური მართლობა რომ შემოვიდეს, ბიუჯეტი ივნისის ბოლომდე იქნება 1/12 რეჟიმში. ანუ მსხვილ პროექტებზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ჩვენ ვერ ვახორციელებთ მსხვილ პროექტს, იმიტომ რომ აპრიორ როდესაც ვიცი რომ დღეს თუ რაღაცა ტენდერს გამოვაცხადებ და გამარჯვებული სამშენებლო კომპანია გაიმარჯვებს ამ ტენდერში და 200,000 ლარი მექნება გადასარიცხე, ვერ გადავურიცხავ თქვენ ნახევარში. ვერ ვაცხადებ ამ ტენდერს და შეჩერებულია ყველანაირი მსხვილი პროექტი. ვახორციელებთ ძირითადად ეხლა ჩვენი მოკლე პროექტებს, პატარა პროექტებს, სოციალურ რაღაც დახმარებებს გავცემთ, თუმცა მაგალითად სახლი, რომელიც გასამაგრებელი გვაქვს ჩვენ თათრეთის რაიონში 400,000 ლარი ჯდება ხარჯაჭერების მიხედვით, ბოლოდინის რეჟიმშია ბიუჯეტი რო იყოს ახლა დამტკიცებული, ჩვენ ამ ტენდერს გამოვაცხადეთ. დროში ვაგებთ ჩვენ კი არა, თქვენ კი არა, ის მოსახლე, რომელსაც ჭერი ენგრევა თავზე. იმისთვის ივნისის ბოლომდე ძალიან დიდი დროა. მას შეიძლება რეალურად ეს ჭერი ჩამოენგრეს თავზე. ადამიანს, რომელსაც უნდა გაუწიოთ ჩვენ დახმარება სამედიცინო მიმართულებით, ოპერაცია აქვს ჩასატარებელი, რა ვუთხრათ ეხლა რომ მაისის ბოლომდე დაიცადე, ეხლა ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ყველაფერი დაალაგდება თავის ადგილზე. ძალიან რთული ასახსნელია და მათ ეს მშვენივრად იციან, მაგრამ მიდიან ამ ყველაფერზე და ეს არის ძალიან სამწუხარო. კი ბატონო, მომავალ არჩევნებზეც მინდა კითხოთ, უშუალოდ რეფორმა გატარდა თვითმმართველობის, იქნება 50%-იანი ბარიერი, ნაცვლად 30-ზე თქვენ ხართ ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის, რას ფიქრობთ აი ამ ცვლილებაზე? არა, ნუ ეს რის ხარჯზე არაპირებდა ცენტრალური ხელისუფლება ამ ცვლილების გატარებას, მაგრამ საზოგადოების, ასე ვთქვათ, ზეწოლის შემდეგ თუმცა ის გამოვიდა კომპრომისურმა, საპარლამენტო ოპოზიციურმა ფრთამ ძალიან კარგად იმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჩემი ინფორმაციით საერთაშორისო ორგანიზაციებმაც ძალიან სერიოზულად იმუშავეს და რეალურად ეს მოხდა ის, რაც უნდა მოხდარიყო. În შემთხვევაში ხა მივიღებდით რას, რომ უმცირესობით არჩეული მერი გვეყოლებოდა ჩვენ ანუ ორ იგივე შეიძლება ითქვას პარტიულგულავაზე, რომელიც კი ბატონო, ნუ მაშინ ბარიერი იყო 30%. ისინი ამაზე აპელირებდნენ, რომ უნდა იყოს ესე. მოვიდეთ ხელისუფლებაში და რაზეც აპელირებდნენ და რაც გულზემ ჯიღის ცემით უნდათ რომ გაეკეთებინათ, აღარ აკეთებდით, მაგრამ მადლობა გმოსოს ყველაფერი გააკეთა და სერიოზული ბრძოლა იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის რომ იცით გერმანია დათო არის უალტერნატივო კანდიდატი, აი მითხარით რატო შეიძლება ასე ჩაითვალოს რომ დათო ნორმალია. თუმცა თქვენ საუბრობთ ძიმე წინასაარჩევნო გარემოზე, თქვენი გადმოსახადი და დასასიას არ შეგიშლით თქვათ ხელს რომ იყოთ კონკურენტუნარი. იცით რაც არ კლავს გაძლიერებს, იმიტომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება, ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნება ყოველდღიურად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი შანსები გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში. მე ვერ ვიტყვი და დაახლოებით ვიცი სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ ამ შემთხვევაში თბილისზე მინდა ვისაუბრო, სერიოზული შანსები გვქონდა და სწორედ ეს იცის სამწუხაროდ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ, რომ მათ მოდით ასე ვთქვათ, სუსტი კანდიდატი ყავთ.
ბევრად უფრო ძლიერი კანდიდატის წამოყენება შეეძლოთ მეურვეობის კანდიდატებს. ხომ არ ატარებთ თქვა რაიმე სურათი არის საზოგადოებრივი განწყობა. არის საზოგადოებრივი განწყობა ხა თქვენ საზოგადოებრივი წევრი ხო? ჩვენ საუბრობთ ხალხთან გვაქვს. ეხლა ჩემს გარშემო ვინც არის, თქვენს გარშემო ვინც არის, სამსახურში თუნდაც მერიაში თუნდაც იმას რომ ამბობენ რომ მერია არის რაღაც უკანასკნელი ბასტიონი ნაციონალურ მოძრაობის, არის სრული სიცრუე. ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი რო იყოს 20,000 ადამიანი მერიაში, გამოგიდინა, გამორიცხული ესეთი რაღაც არ ხდება იქ. ჯანსაღი ურთიერთობა იქ არის ამ პარტიის ხარდაჭერის, მეორე პარტიის ხარდაჭერის, მაგრამ როდესაც ურთიერთობ ხალხთან, მათი აზრი მეც მაინტერესებს, ხო? დაბალი შანსი აქვს დათო ნარმანიას, მაღალი შანსი აქვს თვითონ ქართულ ოცნებას ამ ძლავრი ცენტრალური ასე ვთქვათ ადმინისტრაციული ორგანოების ხარდაჭერით, ისინი არიან დღეს ცენტრალურ ხელისუფლებაში, თუმცა იმდენად სუსტია კანდიდატი. რატომ არის სუსტი? იცით თქვათ მისი ხედვების შესახებ ქალაქის განვითარების თუ რატომ? ჩემის აზრით ერთი მინდა თქვა რომ ის არ არის უალტერნატივო კანდიდატი, როგორაც ასაღებენ ბატონმა ბიძინამ თქვა რომ ის არის უალტერნატივო კანდიდატი და ესეთი რაღაც არ შეიძლება ითქვას. მე გუწმობად გეტყვით წინა წლებში, როდესაც წინა ხელისუფლებაში, როდესაც იყო ნაციონალური მოძრაობა და იტყოდა რომელიმე სხვა კანდიდატზე რომ ის არის ძალიან სუსტი კანდიდატი, შეიძლება ძალიან ძლიერი შანსი არ აქვს და უალტერნატივო ვართ ჩვენ, ისიც არ მომწონდა, არასწორია. მინდა ეს არის არჩევნები. ეს არის როგორ შეიძლება სუსტი საფეხბურთო გუნდი დაუპირისპირდეს ერთ ჩვენიერ დღეს ძლიერ საფეხბურთო გუნდს და ძლიერი დამარცხდეს, ხო? ამიტომ ეს არის მარათონი, ეს არის მარათონი, არის იშვიათია, თუმცა ხდება. არც თუ ისე იშვიათად. ამიტომ უალტერნატივო კანდიდატად გასაღება არის ღირმილის მონგველი. მეორე სად იკვეთება რომ ისინი ნერვიულობენ. აი რა კანონიც ეხა მათ მიიღეს. მე არ ვიცი იმ დროს სპეციალურად ვეძებდი ამის ანალოგია თუ სამე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეიტანეს ცვლილება რომ თვითმმართველობის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები როგორც კი დასრულდება ყველა ადამიანი დაახლოებით 13,000 ადამიანი დასაქმებული არა მარტო ყველა თვითმმართველობაში ქვეყნის მასშტაბით ეროვნულ დონეზე, მათ შორის თბილისში 13,000 ადამიანი გადადის დროებითი მოვალეობის შესრულების რეჟიმში. ფაქტობრივად მათ ათავისუფლებენ სამსახურიდან, იმიტომ რომ კონკურსი ცხადდება ამ ადგილებზე. უბრალოდ დამსაქმებელს იქნება ახალი გამგებელი და აუძახოს 60 ადამიანს და უთხრათ იცი გამარჯობა ჩვენ მოვედით კარგად ბრძანდებოდით. კანონი აღარ შეზღუდავს ამას. შრომის უფლება, რომელიც კონსტიტუციითაა დაცული, ეს არის ფეხბურთში იგი არასამთავრობოებიც აპირებენ, რომ თუნდაც საკონსტიტუციაში გაასაჩივროს. რატომ მოხდა ეს გეტყვით მარტივად. ანუ პირველი ძალიან სერიოზული იმედგაცრუება გამოიწვია ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ თავისივე ამორჩევლში, ხო? იმ აქტივში, რომელიც მათ სერიოზულად ედგა გვერდში, ერთხელ დაპირდნენ, ორჯერ დაპირდნენ, არაფერი არ მოხდა, ბოლოს იყო საპრეზიდენტო არჩევნები, დასაქმება არის სერიოზული პრობლემა. თუ კი იყო 10 და უსაქმებელი წინა წლებში, დღეს არის 13. თუ იყო დაუშვათ 7 სოციალურ დაუცველად, დღეს არის 12 და დღეს დაჭირდა ეს აქტივი ისე ქართულ ოცნებას და დღესაც რომ მივიდა ქართული ოცნების ასე თქვა ლიდერშიპი ამ ხალხს და აქტივს რომ შეხვდა რაიონების მიხედვით და უთხრა იცი რა აიხლა კიდევ მორიგი არჩევნები და აიხლა ამ არჩევნებში რომ გავიმარჯვოთ თქვენ დასაქმებით ამ ხალხმა ჩემი ინფორმაციით რაც ვიცი იმიტომ რომ არაფერი არ იმალება უთხრა არ ვჯერა თქვენ მინიშნებას აკეთებთ პრემიერის და კაპიტალაძის განცხადებებზე, სადაც ისინი დაპირდნენ დასაქმებას თავიანთ აქტივებში. ჟესტი გააკეთეს, აი ნიადაგი მომზადებულია. ადვიტო დამაჯერებლები იყვნენ. კანონი შესულია ძალაში, სხვა რა ახსნა უნდა კონდეს ამას. 13,000 ადამიანი გადასულია რეჟიმში დროებით მოვალეობის შემსრულების. რატო? აი რა ლოგიკაა ამას? იმიტომ რომ ესეთი რაღაცა არსად არ მოხდა რა, თუ არა ის პოლიტიკური ვიწრო პარტიული ინტერესი, რომელიც სამწუხაროდ ამოძრავეთ, ამათ მეტი არაფერი არ აინტერესებს. მათ უნდათ რომ მოვიდნენ თათმის რაიონის მაგალითზე ავიღებთ. მე დღეს მოქმედი თათმის რაიონის გამგებელი ვარ, რაიონი კიდევ უფრო პატარა ვიდრე თბილისი, რამდენიმე თანამდებობაზე ვიცი ვინ მოიაზრება თათმის რაიონის გამგებობაში. ერთ-ერთი განყოფილების უფროსად ვიცი ვინ მოიაზრება. ან ეს არანორმალურია. ამ ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, ესაუბრებიან, რომ ეხლა ჩვენ თუ გავიმარჯვეთ, შენ იქნები პირობითად აი ამ განყოფილების უფროსი. შენ იქნები ჯერჯერობით ვერ დავადგინე ვინ იქნება თათმის რაიონის გამგებელი, მაგრამ გამგებლის მოადგილე ვინ იქნება ვიცი, ვინ იქნება ინფრასტრუქტურული პირობითად განყოფილების უფროსი ან სოციალ ეს არაჯანსაღი ვითარება. როდესაც შენ ხელისუფლებაში ყოფი პირი რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის პოლიტიკა, ეუბნები შენს აქტივს, რომ იმუშავეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ მივალ და იმათ გამოყვით და თქვენ დაგასაქმებთ, ეს არანორმალურია.
ყველაფერს თავი დავანებოთ. არ არის მოცემულობა დღეს არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში, არც თბილისის დედაქალაქის მერიაში, რომ ყველა იქ დასაქმებული ადამიანი იყოს ერთი რომელიმე პარტიის ხარდაჭერი. გამორიცხულია. ეს არ არის არც თათუნის რაიონის. ამ კანონის მიხედვით მათ კონკურსი უნდა გაიარონ ხელახლა და თეორიულად არა, საკანონმდებლო დონეზე ეცვლება განსახორციელებელი არ იყო არანაირად ნებისმიერ დროს. ხადია მე გეთანხმებით, რომ აქ მართლაც კითხვის ნიშნები ჩდება იგივე კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. მაგრამ ვიწრო პარტიული ინტერესია სამწუხაროდ იკვეთება, ამიტომ ამბობ არა მხოლოდ დედაქალაქის მერიაში დასაქმებული ადამიანის საუბრო, ზოგადად ობივაწელიც უკვე ხდება მარტივად ვინც მეტნაკლებად ყურადღებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს, რაც უკავშირდება დედაქალაქის მერიას, ხომ? ისიც კი ხდება, რომ ეს არის მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. ეხლა უნდა მათ აღიარონ ეს, უნდა არ აღიარონ. ფაქტი არის ჯიუტი. კი ბატონო, შიდა პარტიულ პრაიმერზეც მინდა კითხოთ ამ კონკურენციაზე. გიორგი ვაშაძეა მეორე კანდიდატი. თქვენს ხედვებზეც მინდა რომ გვესაუბროთ, რა განასხვავებს თქვენს ხედვებს თქვათ ქალაქის განვითარებაზე, იგივე თუნდაც გიორგი ვაშაძეს ხედვებს. თავისთავად ეს პრაიმერის პროცესი არის ძალიან მისასალმები და ახალი ხილია და ჯანსაღი პროცესია და სულ რაღაც ერთი თვის წინ გადავწყვიტე მე მონაწილეობა მიმიღო ამ პროცესში გასაჯაროდა მართალიას რამდენიმე თვის წინ. ძირითადად რამე ბიძგა ამისკენ იმ წლინახევრიანმა მუშაობამ თათრის რაიონის გამგეობაში, გამგეობის თანამდებობაზე. მე ეს სურვილი არ გამიშტებოდა დაუშვათ 3 წლის წინ. მაგრამ იმდენად ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა მოსახლეობასთან, იმდენად სხვა თვალით დავინახე რეალურად არსებული პრობლემები თბილისში, რომ სამწუხაროდ შეიძლება ყველაფერს ამას ვერ ხედავდი მე წინა წლებში. ამიტომ მე დამიგროვდა ძალიან ისეთი დიდი ბაზა საინფორმაციო ცოდნა, გამოცდილება იმ პრობლემებისა, რა პრობლემების წინაშე უწევთ ყოველდღიური ცხოვრება ჩვენს თბილისელებს. სამწუხაროდ თავარი არის პრობლემა არა მხოლოდ თაწმინდის რაიონის მაგალითად, თაწმინდაზე ინფრასტრუქტურული მიმართულებით გვაქვს ძიმის მდგომარეობა, იცით რომ ბევრი ავარიული სახლია და რიგი მათგანი ძალიან 30% მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია და ესე მარტივადაც ვერ მიხვალ და ვერ გაამაგრებ. ამ საფრთხელი პროცედურებია გასავლელი, სოციალური ფონი არის ძალიან მძიმე. მე გეუბნებით, აი მარტივად გეტყვით, შარშან ნიშნის მოგების გარეშე, შარშან ჩვენ დედაქალაქის მერიას და გამგეობებს სამოხიდო ტერიტორიებზე გვაქვს უფასო უმწეოთა სასადილო. თაწმინდაზე ჩვენ ასეთი გქონდა შარშან 2 მხოლოდ, სადაც იკვებებოდა 1800 ბენეფიციარი. წელს უკვე 2400-მდე ავიდა. ანუ 600 სურველი დაფიქსირდა, რომელმაც განცხადებით მოგვართა და ხო წარმოგიდგენიათ კიდე რამდენმა ვერ გადალახა ის რიდი, რაც უკვე ამ 600-ზე გადალახა. მე არ ვამბობ შორს ვარ იმ აზრის გარო 600 ადამიანს ისე გაუჭირდა უცბად ერთ წელიწადში, რომ იძულებული გახდა რომ უფასო სასადილოში მოსულიყო, მაგრამ ისედაც გაჭირებულს კიდევ უფრო გაუჭირდა. და კიდევ არის ბევრი, ვისაც უბრალოდ ერიდება და ვერ მოგვართავს. ანუ ესეც არის მარტივი ტესტი იმისა, სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდა. ან თქვენ ფიქრობთ, რომ თქვა თბილისის მთავრობა ორიენტირებული უნდა იყოს სოციალურ დახმარებებზე? უმუშევრობა არის ძალიან მძიმე პრობლემა ჩვენს დედაქალაქში, უფრო მძიმე ვიდრე იყო შარშან და შარშან წინ. ესეც ძალიან ადვილად იკვეთება მოსახლეობასთან ურთიერთობისას და თქვენს ამ საზოგადოების წევრი ხართ და ნებისმიერი ჩვენი მაყურებელი იყო დაუშვათ 7 პირობითად უმუშევარი, დღეს ყავს 10 უმუშევარი. ასე ვთქვათ, პრობლემები, რომელიც უკავშირდება ზოგადად ტრანსპორტს, რომელიც უკავშირდება ფეხით მოსიარულეთათვის, ანუ ეგრეთ წოდებული ტროტუარები, რომელიც მოსაწესრიგებელია, ანუ ეს ყველაფერი, ეს პრობლემები. დედაქალაქის გამწვანების პოლიტიკასთანაც ძალიან ბევრი პრეტენზია ისმის მთელი ამ წლების განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე? კი ბატონო, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ასთა სხვადასხვაობა არსებობს საზოგადოებაში, ესეც ალბათ ჩვენი პრობლემაა დედაქალაქის მერის მკვეთრად უნდა დაგვენახებია ჩვენ მოსახლეობის საზოგადოებისათვის, თუ რა ზონები გამწვავდა და რამდენი მწვანე ახალი ზონა შეიქმნა დედაქალაქში.
ეხლა ძირითადად ვაკის პარკთან მიმართებაში არის პრობლემა, რომ იქ იყო გამწვანებული ზონა და ეხლა დღეს რესტორანი შენდება, მაგრამ ძალიან ბევრი ნარგავი დაიდგა, ძალიან ბევრი ახალი ენერგი დაიდგა, ხო? აი მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ყოველივე ამის შესახებ და ზოგადად თავარი პრობლემა რაც არის, ეს არის ნამდვილად ხალხთან გულწრფელი ურთიერთობა. ურთიერთობა შეიძლება ჩვენ ადამიანებს ვერ დავეხმაროთ შემთხვევაში დღეს, ხვალ, მაგრამ დავეხმაროთ ზეგ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დედაქალაქის მერიაში და გამგეობაში კლასიკური ბიუროკრატები, ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც შუა გულ თაწმინდაზე არის და არის თქვია თაწმინდის რაიონის გამგეობა, თაწმინდის რაიონის მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს ეს რაღაცა კლასიკური ბიუროკრატიული სამსახური. ეს უნდა იყოს სამსახური, სადაც შეიძლება მიხვიდე, მიიღო კონსულტაცია და ელემენტარული ადამიანური სითბო გამოყვეს. იცით, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენ შეიძლება მიხვიდეთ, რაც უნდა სწორი მკურნალობის კურსი დაგინიშნოთ ექიმმა, ხო? თუ ექიმი არ არის ყურადღებიანი, ექიმი არ გაგაწყობთ თქვენ ყოველივე ამისათვის, დამიჯერეთ ის სწორი მედიკამენტოზური მკურნალობა არ ასახავს და არ იმოქმედებს თქვენზე დადებითად. ამიტომ ეს ყურადღებაც აკლია დღეს თბილისის მოსახლეობას დედაქალაქის მერიისგან. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ არა პატრონი თბილისელების, არამედ პარტნიორები უნდა ვიყოთ თბილისელების. ჩვენ არ შეიძლება თბილისელებში გავაჩინოთ განცდა, რომ მე რახან თანამდებობაზე ვარ, რახან მერი ვარ, რახან გამგებელი ვარ, მე ვარ თქვენი პატრონი. არავითარ შემთხვევაში ჩვენ ვართ პარტნიორები და სწორედ აი ამ საფუძველზე ბევრი პროგრამა შეიქმნა, თუნდაც ამხანაგობის პროგრამა არის, სადაც დაუშვათ 20% წილს იხდის გამგეობა, ნაწილს იხდის მოსახლეობა ამხანაგობის სახით, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ზუსტად და ეს ქონდა გიგი უგულავას ეს იდეა ქონდა, ნაწილი განახორციელა, ნაწილი უნდა განხორციელდეს მომავალში ამ მიმართულებით, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ განცდა უნდა გავაჩინოთ მოსახლეობაში, რომ ჩვენ არ ვართ მათი უფროსები. ჩვენ ვართ თანასწორი, უბრალოდ ჩვენ ვდგევართ თბილისელების სამსახურში და იმიტომ მოვედით, რომ თანამდებობაზე დავждეთ, არა, იმიტომ მოვედით, რომ ვიმოგზაუროთ, არა, იმიტომ რომ თქვენი თვითით ჩვენს ვზიდოთ. აი ეს მიდგომა იქნება ნამდვილად, რასაც მე ვაპირებ და ის უპირატესობა, რაც მე მაქვს, თქვენ ახსენეთ, რომ მე პოლიტიკური, ანუ ცხოვრებით არ მიცხოვრია, პარტიული პოლიტიკური ცხოვრებით არ მიცხოვრია, თუმცა ახლა პოლიტიკა იმდენად შემოჭრილია ნებისმიერ ჩვენ ოჯახში, რომ პრაქტიკულად ყველანი პოლიტიკოსები ვართ, ხო? მაგრამ ჩემი პოლიტიკა იქნება თბილისელების სამსახურში ყოფნა. ჩემი პოლიტიკა იქნება მათზე ზრუნვა და ჩემი პოლიტიკა იქნება მათი პრობლემის გადაწყვეტა. კი ბატონო, ჩვენ თვალყურს მივადევნებთ ჯერში და პრაიმერს და შემდეგ ცხადი არჩევნებსაც. დიდი მადლობა ბატონო ნიკა, რომ ჩვენი სტუმარი ყავით, მე გემშვიდობებით, თქვენ არ გადართოთ წინ გელით საუბარი რელიგიაზე ლევან სულთიძესთან ერთად ნახვამდის.